ზელენსკის და უკრაინას თავაზობენ მიუღებელ ფორმულირებას, მიუღებელი ფორმულირება მდგომარეობს შემდეგში მშვიდობა უნდა დამყარდეს ნატოზე უარს ამბობ ნატო დაივიწყეთ ტრამპის სიტყვებს ციტირებ სანქციები უნდა მოუხსნათ რუსეთს, რაზეც პირდაპირ მიდის ღია საუბარი და მანდაც ილაპარაკა ტრამპმა რუსეთთან ეკონომიკური კოოპერაცია საჭირო რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები რჩება რუსეთს რაიმე უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის გაუგებარია, არ ვიცით და არაფერი მსგავს გარანტიებზე საერთოდ რაზე მიდის საუბარი. იქ ჩვენთვის გაუგებარია და არ ვაპირებთ არანაირი გარანტიების მიცემას. ხო თქვა გარანტია მივარო, როცა. ო, ანუ ეგ არის რა არის ჩემი გარანტია და ერთადერთი რა არის გარანტია? ერთადერთი გარანტია არის რომ მე ხო ხედავ პატივს წემენ და ჩემ გამო სანამ მე ვიქნები არაფერი არ მოხდება. ეგ არის მთელი გარანტია და ასევე მოგვეცით რაღაც უკრაინის სასარგებლო წიაღისეულებზე უზარმაზარი განუსაზღვრელი წვდომა, იმიტომ რომ 350 მილიარდი არის ის ოდენობა, რომ ნუ ფაქტიურად ამერიკისაა ეგ ყველაფერი. ეგ ნიშნავს, რომ უკრაინას, რომელიც ომში შევიდა, ათმობინებენ ყველაფერს და ფაქტიურად აძლევენ რას გარკვეული პერიოდით ამოსუნთქვის საშუალებას ოღონდ იმ პირობებზე, როცა რუსეთი ბევრად მეტად ამოისუნთქებს და უკრაინისთვის ეს იქნება უბრალოდ კრიზისი. სადაც ის ძალების აღდგენას ბევრად ნაკლებად შეძლებს, ბევრად ნაკლები საშუალება ექნება იმის შენარჩუნებისაც, რაც ახლა გააჩნია, იმიტომ რომ რაღაც განადგურებულ ქვეყანაში ერთო როგორ უნდა დააკავო მოსახლეობა, ეგ კითხვის ნიშანი ჩდება და მანდიდან გამომდინარე სრულიად გაუგებარია მანდ უკრაინას რა გამოსავალი რჩება, ამიტომ ნუ ფაქტიურად კედელთან მიაყენეს, უთხრეს რომ აი ესე იქნება. კი მანამდე ამერიკის შეყვანილია უკრაინა ამ ომში, იმიტომ რომ ამერიკა უყენებდა საკითხს ეგრე რომ ღირს დასავლური ინტეგრაციის იდეისთვის ომი, იმიტომ რომ ჩვენ დაგიცავთ გვერდში დაგიდგებით, რუსეთს გავანადგურებთ სანქციებით, უკან არ დავიხებთ ჩვენ შეიარაღებაზე, მაგრამ ეგ ეხლა საკითხი ისე დგება, რომ ეგ წინა ადმინისტრაცია იყო და ჩვენ რა შუაში ვართ, რაღაცა ჰოპ და შეიცვალა ეხლა ახალი პრეზიდენტი გაჩნდა, მე რა შუაში ვარ და ეხლა ამ ახალ პრეზიდენტთან დგება პირობები ისეთი, რომ უკრაინისთვის საერთოდ რა გამოსავალია მაგ პირობებში, ან რაზე უნდა შეთანხმდეს გაუგებარია და მაგაზე დაძაბა ზელენსკი, ანუ ზელენსკი შეიყვანეს და ალაპარაკებდნენ უკრაინისთვის მომაკვდინებელ პირობებზე. მომაკვდინებელი პირობების პასუხად სხვა საკითხია ამ მომაკვდინებელ პირობებზე ზელენსკის აქვს თუ არა იმისი პოლიტიკური ძალა, რომ დაუძაბოს და რაღაც უკეთესი გამოივაჭროს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ განურჩევლად იმისა რაღაც რა ვერსიას განვიხილავთ, რამ ხელაზე ზელენსკიმ გარისკა, ეგ ნიშნავს, რომ იმდენად კატეგორიულად მიუღებელ პირობებს ეუბნებოდა, რომ წარმომუდგენელ რისკზე წავიდა და აქამდე საერთაშორისო პოლიტიკაში არნახული ვიზუალური ვერსია დადო მოლაპარაკებების, ამიტომ ვიღაცა რო ეხლა ლაპარაკობს, რომ იცი რა, არაფერი ცუდი არ იყო, მე მგონი არაფერს ცუდს არ ეუბნებიან, ეგ არის იმხელა დებილობა, რომ ანუ ეგ ადამიანები რას ამბობენ, რომ ზელენსკის ვერაუხსნეს, არაფერ ცუდს არ სთავაზობენ უკრაინას, არაფერი მნიშვნელოვანი საფრთხეები არ არის ახლა უკრაინისთვის, არაფერი მიუღებელი პრობლემური პირობები არ არის შეთავაზებული და უბრალოდ გაგიჟდა ზელენსკი და რაღაც გაუგონა საკითხზე დაიწყო როგორი კონფლიქტი, რომ ამავე საკითხზე, ნუ მთელი ევროპაც ამას ამართლებს, ახლა ზელენსკის მხარეს ამართლებს და ცდილობენ რაღაცა ხვდებიან, რომ ტრამპი ძნელი მოსალაპარაკებელი მხარეა, უბრალოდ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად უკეთესი პირობები გამოადგენ უკრაინისთვის. ეგ სხვა რაღაცეებზე შეიძლება რაღაცა ვიდაოთ, ეხლა ზელენსკიმ თავი ხელში უნდა აიყვანოს, წავიდეს რაღაცა თვითკვლელობაზე და მაინც გადადგას რაღაცა მობუდიშებისკენ ნაბიჯები და ყველა პირობა მიიღოს, არ მიიღოს. ეს რაღაცები შეიძლება მე ცალკე მიმსჯელოთ და არჩენა წელში გადაცემაში სამიმსჯელოთ, უბრალოდ ერთი რაღაცა ცხადია, მან დროს შევიდა ზელენსკი იმდენად კატეგორიულად მიუღებელი პირობები დაუყენს და პირობები აგერ რაც მიუღებელი იყო ჩამოთვალე, რომ შვიდად მაგას უბრალოდ ვერ მოახერხა და ვერ მიიღო და რამდენად უნდა მოიხერხებინა, ეგეც საკითხავია, შვიდად ვერ მოახერხა, ვერ მიიღო და ამ ყველაფრის ფონზე
ერთი რაღაცა რაც არის ზელენსკის უნდა ჩაეწეროს როგორც შეიძლება თავისი ქვეყნისთვის არის არ არის, მაგრამ აი ზოგადად სოფლიო რეალობის აღქმისთვის რაღაცა პლუსად და რაღაცა წოლილად ერთი რაღაცა უნდა ითქვას, რომ ზელენსკიმ თავისი არმოთმენით და თავისი რეაქციით ნათელი გახადა და დემონსტრაცია მოახდინა ზოგადად რა პრინციპით მოქმედებს დასავლეთი და ამერიკა, იმიტომ რომ მაგისი ალტერნატიული ვერსია, რომელზეც ცდილობდა გაეტანა ახლა ტრამპის მხარე, ტრამპის მხარე ცდილობდა გაეტანა ბრალი აეკიდებინა უკრაინული მხარისთვის, ან უპირებენ გადაგდებას, უპირებენ ყოველგვარი დაცვის გარანტიების გარეშე ხელი ჩამოართმევინონ მოწინააღმდეგე მხარეზე, ისე რომ პრაქტიკულად გარანტირებულია მომავალში ომის განახლება, ტერიტორიები დათმო და კიდე მომავალშიც სავარაუდო დათმობს და ამ პირობებში ბრალი უნდა გადაეტანათ ისე უკრაინაზე, საკითხი ეგრე უნდა დაეყენებინათ, რომ აგერ ამას არ უნდა მშვიდობა, ეს რაღაც კორუფციაშია ჩაფლული, მთელი მანამდე ნაწილი კონფერენციის ეგრე მიმდინარეობდა, რომ აი ეს არის ეხა ამათამ როგორ გინდათ ამათ შეხედე, როგორ ლაპარაკობენ, როგორ თვალებით იყურება და ესე ხო არ გამოვა ეხლა და ამათი გულისთვის იყო ყველაფერს, რასაც ვაკეთები და მადლობლებიც არ არიან, წესიერად მადლობაც არ გითხრა. საკითხის ეგრე დაყენებას ცდილობდა ამერიკა და თუ რამე სხვა თეორიული დარჩენილი აქვს, ეხლა თეორიულად უკრაინას და როგორც ჩანს ეგ სცადა ზელენსკიმ, არის ის, რომ არ გაუტაროს მორალური ბრალის უკრაინულ მხარეზე და უკრაინულ მთავრობაზე აკიდება და საკითხი ისე დააყენოს, რომ თუ მწირავთ, თუ კედელთან მაყენებთ და სხვა გზას არ მიტოვებთ და რაღაცა უბედურებაში მხვევთ, მაშინ მორალური ფასი მაინც გადაიხადეთ ამისა, რაც გარკვეული არგუმენტი არის, იმიტომ რომ ამერიკას აწყობს მოცემულობა, სადაც ხან გადააგდებს მოწინააღმდეგეს, ხან რაღაც გამოიყენებს და მე აქეთ ფულს მოთხოვს იმ გამოყენებაში და არაფერ შეთანხმებას ისეც არ დაუდებს, რაც იმას აწყობს. ოღონდ ისე გამოვა, რომ ეს არის მშვიდობის ყოფილი, ეს არის მართალი, ეს არის დამცველი და ისევ იმათ არ უნდათ მშვიდობა, თორე აქამდე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ან სურათი აი ამ კონფლიქტისა დედა აზრი, რამაც გამოიწვია, მდგომარეობს სხვა რაღაცა ვერ იქნება. იმდენ მიუღებელ რაღაცას შეთავაზებას აკეთებს ამერიკული მხარე, იმიტომ რომ შეთავაზებას ამერიკული მხარე აკეთებს, ის არის ინიციატორი მოლაპარაკების, უკრაინული მხარისთვის იმდენ მიუღებელი იყო, მისი ინტერესებისთვის იმდენ მიუღებელი იყო და ვიღა დებილი თუ იძახის, რომ ახლა იქ რაღაცა, არა სხვა რაღაცა მაგათი ინტერესი დამერწმუნდა, ახლა ზელენსკი მაგდენს ხვდება, რომ რა აწყობთ და რა არ აწყობთ ამ ომში მყოფ მხარეს, ხო? იმდენ მიუღებელი იყო, რომ შეუძლებელი იყო ამისი კონფლიქტის გარეშე მიღება ჩათვალეს, რომ ეს მათი ეროვნული ინტერესების მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა ამისა ეს სუბუქად გატარება და სცადეს მორალური პასუხისმგებლობის აკიდებით ამერიკაზე გამოეწვიათ პოლიტიკური პროცესები, რომლებიც იქნებ მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ საბოლოო ჯამში რაღაც უკეთესი პირობები გამოივაჭრონ ამ დაპირისპირებაში.